Საქსტატის მონაცემებით 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. Ამასთან რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2005 წლის თებერვალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში პროდუქტებს შორის ყველაზე გაძვირებულია კომბოსტო, მწვანილი და ქორწინების ბეჭედი. რაც შეეხება გაიაფებულს წელს თებერვალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ფასები შემცირებულია ინტერნეტზე, ანტიბიოტიკებსა და საზამთროზე. რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო თვეებში თრიალეთის გადამღებმა ჯგუფმა გორში გამოკითხვა ჩაატარა. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ფასები მომატებულია ზეთსა და შაქარზე, ხოლო ნაწილი განმარტავს, რომ ფასების მკვეთრი მატება არ შეიმჩნევა და ამბობენ, რომ პროდუქტებზე ფასები იგივეა. თითქმის ყველაფერმა მოიმატა ხო კარგად მოგეხსენებათ და რა ვიცი ახლა. გაიაფებით ალბათ არაფერი. Ai უფრო მეტად რაზე მოიმატა ფასებმა პროდუქტებზე? ერთჯერადი მოხმარების პროდუქტებზე თუ უფრო? ალბათ ერთჯერადი, ალბათ კი, ერთჯერადი. ზეთი ცხიმეული. კი, მაგაზეც მოიმატა. პურზე თუ მოიმატა ფასებმა? პურზე არა. სადაც ვყიდულობ ხოლმე როგორც თითქმის იგივეა პურზე. პროდუქტები ძვირია. ძირითადად რა სახის პროდუქტებზეა მომატებული? აი ცხიმი უფრო. არ ვიცი ახლა ვინც მუშაობს არის ხელმისაწვდომი, მაგრამ გაჭირვებული ხალხიც არის და რა ვიცი, რა გითხრათ. გაუმჯობესებას ვერ ვატყობ, რა ვიცი. ფასები ისევ ისია და როგორც მიდის. არ ვიცი. ჯირია. აი გავდივართ რაიონათა თითოეული ადამიანი. აი ძალიან გაჭირებული, არ ვიცი, აი ეს ფასებმა თუ არ დაიკლო, ძალიან გაჭირდება ცხოვრება უფრო. პროდუქტი ხო ძალიან გაძვირდა კი არა, არ ვიცი, რომ მოდიხარ წამლების ფასი უფრო ისა ყიდა უფრო აუცილებელია და იქ ვეღარ შედიხარ მე. აი გაიაფებით თუ გაიაფდა? არაფერი, როგორ გეკადრება. მაგის სურვილი არავის არ აქვს ალბათ, პირიქით. იგივე ფასი თუ დარჩა რამეზე? არა, სამმაგად გაძვირდა მაგალითად აი ის ფერმენტები რომ არის ვაძლევდით ჯერ 4-5 ლარს, მე 6 ლარს, ეხლა 9 ლარი გახდა და ვერ ავყიდულობთ მაგის გულისთვის და ვჯობია ისე მცენარეული რამე მივიღოთ. ვერ შევდივართ, იმიტომ რომ იქ სხვა რამე ძგილა. და ამიტომ თუ მდგომარეობაში ვართ, პენსიონერები ვართ მაგ დღეში და